დილამშვიდობისა. ჩემს აწეწელთ მას ყურადღება არ მიაღწიოთ. ჯერ ვერ მივახცია მაქამდე. მოკლედ სულ სხვა რამეზე მინდა მელაპარაკი. სკროლავდი TikTok-ს და ერთი ქალბატონი შემხვდა, რომელიც ზოგადად გამოირჩევა თავისი ეპატაჟურობით და არც ისე, ასე ვთქვათ, კარგი მიმართვები აქვს ადამიანებთან, საკმაოდ აგრესიული და უხეში და ხანდახან. მოკლედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ დავახასიათო მისი, ასე ვთქვათ, გამოხატულებები, კომუნიკაციის ფორმები ადამიანებთან. ეს არის ჩემი მიზანი. მე მიუხედავად ამ ყველაფრისა სიმპათიით ვარ განწყობილი ადამიანის მიმართ. არც მის ვინაობას არ გეტყვით, უბრალოდ ეს ვიდეო რო შემხვდა. ამან დამაფიქრა ისეთ რამეზე არა, რაზეც ზოგადად მე არ ვფიქრობ. პირიქით, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ მსგავს თემებზე და ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, რომ ამაზე გესაუბროთ. ამ ვიდეოს რო ვუყურე, მივხვდი, რომ ის რაც ჩვენ გონია, რომ ადამიანები თქვათ უხეშები არიან, გოგრილები არიან, ბოროტები არიან, ან არ ვიცი, ცუდ სიტყვებს ეუბნებიან ხშირად, ეს თავდაცვის ეს ფორმები, მე ესე ვეძახი, როდესაც ადამიანი სრულიად ასე ვთქვათ, აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს იმისა, რომ იყოს საინტერესო, იყოს კარგი მოსაუბრე, ნიჭიერია, ეხერხება ძალიან ბევრი რამე, მას შეუძლია დაინტერესება საზოგადოების ადამიანების, მას ასევე შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, ძალიან ბევრი რაღაცა, ანუ არ არის მწირი მისი, ასე ვთქვათ, ინტერესები და საერთოდ არ საჭიროებს ეს ადამიანი, რომ ვინმეს რამე თუნდაც მიბაძოს ან რაღაცა გადმოიღოს ან უბრალოდ სადმე შეაფაროს თავი პირიქით. მაგრამ აი ესე მოხდა, რომ ცხოვრება პარადოქსულად ისეთ სიტუაციებში მოახვედრებს ხოლმე ადამიანებს ბავშვობიდან მოყოლებულ, არ ვიცი ხა ეს ადამიანი ყვებოდა, რომ ბავშვობიდან მისი ცხოვრება იყო ეს და ანუ რამ გადამაწყვეტინა ამ ვიდეოს შეწერა მისმა სიტყვებმა, რომ აი მე ვიბრძვი ბავშვობიდან, ვიბრძვი მხოლოდ იმისთვის, რომ დილით გავიღვიძო, ვიბრძვი რომ ავდგე და ვიცოცხლო და არ მოვკვდე. ანუ მისთვის ბრძოლა არის ადგომა გაღვიძება. ახლა კიდე თუ მეძახიან გავგიჟდები, იმიტომ რომ ეს არის მეორე მცდელობა. მოკლედ ამ ადამიანმა თქვა ასევე, რომ როდესაც ის ცუდად არის, ასე ვთქვათ, ემოციური აფეთქება ჰქონდა და ეს ვიდეო საერთოდ არის სრულიად საპირისპირო მისი ჯიმომწერა რო არ ვუპასუხე, რომ მეძახის. სულ სხვა კუთხით დაგანახებთ ეს ვიდეო ამ ადამიანს და მე იმის თქვა მინდა, რომ ხშირად ადამიანები არ გეუბნებიან, რაც ცუდად არიან, რა სჭირდებათ მათ. მით უმეტეს თუ კი მიღებულია, მაგალითად მიღებულია, რომ აი რატო არ გიბწყინავს თვალები, აი რატო არ იხდებ, რატო ხარ მოწყენილი. აი მეც კი მითხრეს, ხოთაშორის მეც მეუბნებიან ხშირად, აი ის ნაპერწკალი თვალებში აღარ გაქვს, აი ისეთი მხიარული აღარ ხარ. და ახლა მე შეიძლება მაინც და მაინც იმდენად არ მოქმედებდეს ჩემზე, მაგრამ ზოგადად ეს სიტყვები და ის შეხსენება იმის, რომ შენს თვალებში ნაპერწკალი არ არის და აი შენ ისეთი მხიარული აღარ ხარ და შენ უნდა იყოს სრულიად და ისეთი ცოცხალი და ყველას უნდა ახარებდეს შენი ბრწყინვალება. ეს ძალიან დამთრგუნველი ადამიანისთვის, ეს ბადებს ეჭვებს მასში, რომ აი მე თუ არ გავიღიმებ, მე თუ არ ამენთება თვალები და მე თუ თქვენთან ესე უმახიანად არ მოვალ, მაშინ მე თქვენ არ გჭირდებით, ან მაშინ მე თქვენთვის რაღაცა ისეთი ვარ, ანუ არ მომაქვს მე თქვენთვის ის ბედნიერება და ის სიამოვნება
და ადამიანს ეწყება საკუთარი თავის მიუღებლობა იმ სევდის, მიუღებლობა თუნდაც იმ ბრჭყალებში ჩამქრალი თვალების და შემდეგ რაღაც ისეთი თემა არის, რომ როგორ უნდა გააკეთო ისე, თუ კი შენ დღეს მოწყენილი ხარ და სევდიანი ხარ, როგორ უნდა მოახერხო, შენი თვალები ანათებდეს, ოღონდ არა იმიტომ, რომ შენ ეს ყველაფერი შენ შეძელი, შენი ტკივილების, ასე ვთქვათ, შესის ხორცება და შენ შეძელი ბედნიერების აღმოჩენა, აი ამ ტკივილებს მიღმა, არამედ ის, რომ შენ უბრალოდ ფორმა გინდა მისცე ამას, რომ სხვებმა აღარ გითხრან ის, რომ შენ მოწყენილი ხარ, შენ როგორმე უნდა მოახერხო, რომ სხვა ადამიანები არ შეწუხდნენ შენი სევდით. ან თუნდაც შეწუხება ისე ბრჭყალებში ვამბობ, შეიძლება ვიღაცას სევდიანი დღე კონდეს, მოწყენილი დღე კონდეს და სულაც არ უნდა, რომ იგივენაირი, ასე ვთქვათ, შეგრძნება დაეუფლოს, როდესაც დაინახავს რომელიმე სხვა ადამიანს, რომელსაც უყურებს ან უსმენს და მას აქვს სურვილი, რომ სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იხილოს, რომელიც მხიარულია, ხუმრობს, ბედნიერია. თუმცა მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც მიუხედავად იმისა, რამდენად კარგადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, როგორი ფუფუნებაც არ უნდა ჰქონდეს მას, როგორ, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი რუტინაც არ უნდა გვაჩვენოს ადამიანმა და თითქოს ყველაფერი კარგად არის, მიუხედავად ამისა, მე შემიძლია ამის მიღმა დავინახო ის, რომ თუ კი წარმოდგენა მაქვს ამ ადამიანზე, რომ ყველაზე მთავარი რაც მას სჭირდება, მას არ აქვს. ყველაზე მთავარი. ამიტომ ჩემო კარგებო, მაინც და მაინც მოგხიბლავთ ეს რომ ადამიანს თუნდაც არ ვიცი ახლა ვის როგორი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ფუფუნება სახლი თუნდაც დასაცმელები, საჩუქრები, ყველაფერი ხო ადამიანის, ანუ იმისთვის არის, რომ ადამიანი გაბედნიერდეს და რაღაც, მაგრამ ეს არ არის ის, რაც თვალებს აბწყინებს. სინამდვილეში თვალებს სულ სხვა რამე აბწყინებს. ამიტომ ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ დააკავშირეს ერთი-ორმა ადამიანმა, რატომღაც დააკავშირა ეს რაღაცა ფინანსური კეთილდღეობა თვალების გაბწყინებასთან და საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. კი მიმხიარულებთ, კი კარხასეთზე დავდგებით, თუ მაგალითად ერთი სახლი გაქვს, ორი გაქვს, თუ საჩუქრები გაქვს, თუ ფული გაქვს, თუ სამსახური გაქვს, კარგი მანქანა გყავს, კი ბედნიერი იქნები, მაგრამ როდესაც დაღამდება და შენი, ასე ვთქვათ, შენს თავთან მარტო დარჩები და არაფერს არ ექნება არანაირი ფასი და მნიშვნელობა გარდა იმისა, თუ რაც არის აი აქ და აი აქ, აი მაშინ შეგრძნებებიც დაგეუფლება, სანამ დაიძინებ ან ვერ დაიძინებ, ზუსტად ის იქნება შენი ბედნიერებაც, შენი ტკივილიც და რეალური ყველაფერი, რაც კი არსებობს, როდესაც შენ გექნება იმის შესაძლებლობა, რომ დარჩე მარტო. ხო და ამ ადამიანს რო ვუსმენდი, იმის თქმის სურვილი გამიჩნდა ყველასთვის, რომ მიიღეთ თქვენი ახლობლები ან მეგობრები, ანუ არ ვიცი, ზოგადად ადამიანები, ვისთან ურთიერთობასაც ირჩევთ, დღეს და ახლა და ამ მომენტში ზუსტად ისეთი როგორებიც აი ამ მომენტში არიან, მიიღე მისი ღიმილი, მოწყენილია, მიიღე მისი მოწყენაც, მიიღე ის რეალობა, რაშიც ის არის, თუ ამას არ გააკეთებ შენ და თუ მიუთითებ მას იმაზე, რომ იცი რა, შენ უკეთესი იყავი მაშინ და ან შენ უკეთესი ხარ იმ შემთხვევაში, თუ კი თვალები გაგიბწყინდება, ან თუ კი რაღაცა მხიარულებას მიეცემი, მოდი გავაკეთოთ მაშინ აქცენტი იმაზე, თუ თვითონ ეს ადამიანი რა არის და არა ის მდგომარეობა, რომელშიც აი ვთქვათ, გარემოებებიდან გამოწვეულია ყველა ვიცით, ხო? და დროებითია და ვახსნობინოთ ადამიანს, რომ აი დღეს ესეთი მდგომარეობა რომ არის, ეს არის დროებითი და ის აუცილებლად ჩაივლის, მაგრამ შინაგანად რაც არის ადამიანი, დამიჯერეთ არც მისი ბრწყინვალება არსად არ ქრება, არც მისი ნაბერწკლები, არც მისი გონიერება, არც მისი სიბრძნე, ყველაფერი რჩება ადამიანთან, აქვს მას ფუფუნება, საჩუქრები, ფული, კაი სამსახური თუ არა აქვს. ამიტომ მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არის.